პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც, იმიტომ რომ მათთვის ცოტა გაუგონარი არის ეს ტრამპის ნაბიჯები, იმიტომ რომ ეს მხოლოდ დააზიანებს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს და პარტიის ინტერესებსაც, იმიტომ რომ დაპირება დააღვია, რაც მან გასცა წინასაარჩევნოდ. განსაკუთრებით საერთაშორისო კონფლიქტებში არ ჩართვას. კიდევ ძალიან საინტერესო იყო ნატოს ანკარას სამიტზე შეერთებული შტატები უპირისპირდება ირანს და ნატო განცხადებებით უპირისპირდება რუსეთს. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის რაღაც კოორდინებული მოქმედება? შეიძლება ჩავთვალოთ ეს კოორდინებული მოქმედება არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანკორიჩი შეხვედრა და ასე შემდეგ, ამასაბოლოო ჯამში არაფერნაირი გადამწყვეტილი როლი არ ითამაშა და მიუხედავად ტრამპის განცხადებებისა, საბოლოო ჯამში ეს ომი გრძელდებოდა. იცით რა იყო საინტერესო? დანიელმა ჟურნალისტმა რა შეკითხვა დაუსვა, თუ ნახეთ ნატოს თავმჯდომარეს ყოფილი ნიდერლანდების პრემიერს რუტას. და თქვენო საერთო რამე ღირსებაზე როგორ საუბრობთ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ნატოს წევრის ქვეყნის ტერიტორიის ანექსიაზე თავდასხმას ლაპარაკობდა. ეს დანიის სამეფოს შემადგენლობაში ყოფ გრენლანდიაზეო და რუტა ვერაფერი ვერ გასცა. საბოლოო ჯამში ეს იმას ნიშნავს, რომ ნატო ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე არაფერი არ არის და ახლა ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს თლიეთელი კონცენტრაცია იყოს ახლო აღმოსავლეთ და დასავლეთ აზიაზე თავისი ძალებისა და ევროპელებს გადააბაროს, ასე ვთქვათ, ფლაგმანი უკრაინის მიმდინარე ომისა და რუსეთთან, ასე ვთქვათ, შეკავებისა. მიუხედავად ამისა, რომ ევროპა ამერიკის მხარდაჭერის გარეშე ამას ვერ გაბედავს. აქედან გამომდინარე, იქ არ ჩანს ამერიკის შეერთებული შტატები ისე ღიად, როგორც ეს ამას აკეთებდა ბაიდენის მთავრობა და წამყვანი, ასე ვთქვათ, ფლაგმანი ამ დაპირისპირებისა უკრაინა-რუსეთის ნატოს მხრიდან არის ევროპა და ევროკავშირი, რომელშიც ეს დაპირისპირება ევროპულ ქვეყნებში ძალიან და ძალიან არაპოპულარული ჩანს და დიდი ალბათობით ის ძალები, რომლებიც ამ ომს ღიად უჭერენ მხარს, წააგებენ იმ ძალებთან, რომლებიც ამ ომს არ უჭერენ მხარს და ევროპის გამოთიშვა უნდათ. მათ შორის ამაზე ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგებიან ცენტრისტული ძალები საფრანგეთში მომავალ არჩევნებზე, სადაც ყოველ შემთხვევაში განცხადებებს ერთს აკეთებს ეს ოპოზიცია, რომ ომიდან გამოვიდეთ და ასე შემდეგ, ეს მე ტრამპიც ამას ამბობდა და მელონიც ზელენსკიც ამას ამბობდა. მელონიც სხვანაირად საუბრობდა, ხო და რეალობა სხვა მივიღეთ და ჩვენ ნახეთ ის საინტერესო არის კიდევ, რომ თვითონ ევროპაში ეს დაპირისპირებები არ მიდის მხოლოდ ლიბერალებს და კონსერვატორებს შორის. ჯორჯია მელონი, რომელიც მოდის იტალიური ნეოფაშისტური მოძრაობიდან, რომელიც პირდაპირ მან შემდეგ თქვა, რომ ეს არასწორი იყო ჩემი მოღვაწეობა, საკმაოდ რადიკალური მემარჯვენე ულტრაკონსერვატულ ძალებს წარმოადგენს. ხალბატონი ჯორჯია მელონი და ტრამპ შორის სერიოზული დაპირისპირება, მათ ასე ვთქვათ, განცხადებების დონეზეც კი ასე გააკრიტიკეს ერთმანეთი გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპს მოლოდინი ჰქონდა, რომ მელონი იდეოლოგიური სიახლოვიდან გამომდინარე მხარს დაუჭერდა ირანის წინააღმდეგ კონფლიქტში და მელონიმაც დაუკეტა საამერიკულ სამხედრო ფრინავებს კონფლიქტის მიმდინარეობისას ესპანეთთან და საბერძნეთთან ერთად და ესპანეთსაც საერთოდ დაემუქრა საბჭოთა ურთიერთობები უნდა გავწყვეტოთ და რაც ნიშნავს, რომ ერთ-ერთ უდიდეს ევროპულ ნატო სახელმწიფოსთან სერიოზული კონფლიქტი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ აღარაფერი თქვა სხვა სახელმწიფოებზე. და საფრანგეთთანაც ნელთბილი ურთიერთობები აქვს, თუმცა საფრანგეთი საკმაოდ სხვა მძიმე გამოწვევების წინაშე დგას ამ მომენტში. და კიდევ ის იყო ანკარაში ჩაფრინდა მაკრონი სირიიდან, სადაც ალ-შარა შეხვდა და საინტერესო ალბათ რაზე ისაუბრეს, მაგრამ მაყურებელების შეკითხვის რომ შელესტის გადაცემაში ლატინა განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი განიხილავენ სტარლინკის შეზღუდვასთან საერთოდ განადგურებას და სტუმარს ხომ არ აქვს მსგავსი ინფორმაცია. სტარლინკი დიდი ხანი არის ჩინეთთან დაკავშირებით, ჩინეთთან შეზღუდული არის და ამაზე არანაირი ცნობა არ აქვს. ამ ინფორმაციაზე არანაირი ხუცბალთანაირი პასუხის გაცემა არ შემიძლია. არ ვიცი, მაგრამ ის რომ ეს რამენერად საფრთხეს უქმნის უშუალოდ ჩინეთს არ აპირიქით, ჩვენ ნახეთ, რომ ილონ მასკი გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთს აქვს სხვა იარაღი და ეს არის იაფი ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ელექტრომანქანები, რომელიც ამერიკაში უფრო მეტად იყიდებოდა შეზღუდვამდე ვიდრე ილონ მასკისა. ეს მთავარი იარაღი და ჩვენ ნახეთ მასკი, რომელიც ჩავიდა ჩინეთში და ნაცვლად სამთავრობო შეხვედრისა ტრამპმა ჩაიყვანა ოლიგარქები, ამერიკელი ოლიგარქები, მილიარდელი ოლიგარქები, რომელსაც ჩინის მთავრობა არ შეხვდა. დიახ, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბარი იყო, ძალიან დიდი მადლობა მაყურებელსა და მსმენელს, სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა, მოსგან გემშვიდობებით საქართველოს სიყვარულით.
1908 год. Санкт-Петербург. Перрон Николаевского вокзала затянут густым паром. Публика в дорогих мехах и офицеры в парадных мундирах ждут отправления экспресса на Москву. Но за этим внешним блеском скрывается глубокий технический кризис. Российская империя, раскинувшаяся на шестую часть суши, оказалась в транспортном тупике. Страна росла, промышленность требовала скоростей, а железные дороги задыхались. Проблема была в весе. На смену старым деревянным вагонам пришли новые, стальные. Они были безопаснее и роскошнее, но весили в 1,5 раза больше. Старые пассажирские паровозы, такие как рабочая лошадка серии Н, буквально захлебывались. Они не могли тянуть тяжелый состав и при этом соблюдать график. Чтобы разогнать поезд до приличной скорости, приходилось цеплять 2 локомотива. Это было дорого, неэффективно и било по престижу империи. Николаевская железная дорога, главная артерия страны, превратилась в полосу препятствий. Поезда опаздывали на часы. Министерство путей сообщения требовало от инженеров невозможного – создать машину, которая будет одновременно мощной, быстрой и экономичной. Но была одна деталь, которая ставила конструкторов в тупик. Российский уголь был низкого качества. Чтобы получить нужную мощность, требовалась огромная топка. А огромная топка не помещалась в стандартную конструкцию скоростного паровоза тех лет. Инженеры ведущих заводов страны предлагали проверенные решения. Они пытались копировать немецкие или американские образцы. Но Россия не Европа. У нас другие расстояния, другой климат и совсем другие рельсы. Импортные машины быстро ломались или разбивали пути своими тяжелыми колесами. Нужен был принципиально новый подход. Нужна была инженерная дерзость, способная перечеркнуть старые учебники. В залах Министерства путей сообщения шли жаркие споры. Чиновники и маститые профессора сомневались, что отечественные заводы справятся с такой задачей без иностранной помощи. В это время на Сормовском заводе в Нижнем Новгороде один человек уже делал наброски в своем блокноте. Он не собирался ничего копировать. Он хотел создать идеальный локомотив, который станет легендой. Его звали Бронислав Малаховский. И он знал секрет, который заставит сталь лететь по рельсам. Но прежде чем первый чертеж ляжет на стол комиссии, Малаховскому придется пойти на риск, который мог стоить ему карьеры. Он решил изменить саму анатомию паровоза. И это решение либо прославит Сормовский завод, либо станет его величайшим провалом. По всей империи уже шептались: Сормова готовит нечто странное. Но никто не догадывался, что эта странность скоро изменит представление о скорости навсегда. Интрига накалялась. Комиссия министерства ждала проект. Малаховский вошел в кабинет, неся с собой папку, в которой покоилось будущее русской инженерии. Проект паровоза с необычной осевой формой. Но готов ли был консервативный Петербург принять машину, которая выглядела как пришелец из будущего? Бронислав